თუ უკვე უპასუხე წინა სამ ვიდეოში დასმულ კითხვებს, ესე იგი ზუსტად იცი რა საქმიანობით უნდა დაკავდე, რომ შექმნა შენი ფინანსური კეთილდღეობა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჯერ არ გიპასუხია, მაშინ მოიწონე გვერდი, უპასუხე კითხვებს და შემდეგ დაუბრუნდი ამ ვიდეოს. რადგან ცნობიერად უკვე გააზრებული გაქვს შენი მიზანი და ზუსტად იცი რა გინდა, მოდი ახლა შენს ქვეცნობიერს დაუსვი შემდეგი კითხვები. ამისათვის დაჯექი მშვიდ ადგილას, დახუჭე თვალები, სუნთქვაზე გადაიტანე ყურადღება და კითხე საკუთარ თავს. პირველი 1-დან 10-მდე რამდენად მინდა ამ საქმიანობის კეთება. თუ პასუხი 10-ია, ესე იგი ყველაფერი რიგზია. თუ ნაკლებია, მაშინ დასვი შემდეგი კითხვა. რა მიშლის ხელს? და მიაქციე ყურადღება რა პასუხი მოვა გონებაში. სურვილისამებრ შეგიძლია კომენტარებში გამიზიარო, რათა დაგეხმარო. მეორე 1-დან 10-მდე რამდენად ვარ მზად ამ ყველაფრისთვის. თუ პასუხი არ არის 10, აქაც კითხე საკუთარ თავს. მესამე 1-დან 10-მდე რამდენად ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო. თუ პასუხი 10-ზე ნაკლებია, დროა მოიძიო ინფორმაცია და მეტი სიზუსტე შეიტანო შენს გეგმაში, რათა აირიდო რისკები.